I'm German Homelos, I drink coffee and I know things. 26 ეპიზოდის თემა არის ჭეშმარიტი თავისუფლება. ის აზრი, რომ თავისუფლება არ არის მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, უკვე ყველას ესმის და გადაღეჭილ მუღეჭილი თემაა, მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ თავისუფლება მართლა საკუთარ თავზე სრული მართვის ქონის უნარია. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. ვისითვისებაა თავისუფლება? ვის აქვს ეს უნარი მთელი თავისი სისრულით და უნაკლობით? უფალს ხომ? და ისე ძალიან უნდა რომ ჩვენც გქონოდა ეს თავისუფლება, არჩევანის ნების ქონის უნარი, საშუალება მოგცა მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რა საშინელებებს დავატრიალებდით ამ უნარით, იცოდა, მაგრამ მაინც მოგცა. და კითხვა, რატომ? ჩვენი იმედი არ ჰქონდა? არ გამოვიდოდა საკუთარი თავის მართვის სწავლა? არ გამოვიდოდა? ასე ფიქრობდა, ასე ფიქრობს? სუსტები უგონი ვართ? ვეგონეთ? პირიქით და პირიქით. სუსტადაც იცის და იცოდა მაშინაც დასაწყისში, რომ შეგვიძლია ეს. არის ჩვენში ამის ძალაც ჩადებული. არის, ნამდვილად არის, მართლა არის. და რატომ არის თავისუფლება თვითკონტროლი და რატომ არ არის აღვირახსნილობა, პირაზე გადასვლა, ყველაფრის კეთება, რაც მოგვივა აზრად? ცნებებს აყოლა რატომ არ არის თავისუფლება? უფრო გასართობი ჩანს, მე რაც მინდა იმის კეთება, მორჩილება და სიმშვიდე კიდე მოსაწყენია ვიტყვიან. ამიტომ არის თავისუფლება თვითკონტროლი, რომ რაც მინდა იმის კეთება არის მონობა და ჩვენი თავისუფათივცემულობა, როგორც ჭკვიანი ღვთის ჭკვიანი ქმნილების. ამ დროს ადამიანი ეშმაკის მონა ხდება, იმას ემონები, ვისაც ასე ძალიან სძულ ხარ. ეს რანაირად შეიძლება იყოს მაგარი და სასიამოვნო გრძნობა. აი, როცა შენს ყველა ქმედებას მართავ და ბოროტი აზრები ვეღარ გმართავენ, მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი.